და პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი ისაუბრებს. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირების მემორიალი დღეს გვირგვინით შეამკეს მთავრობის თითქმის სრულმა შემადგენლობამ, ასევე აქ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აქ ამ წუთებშიც იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ვეტერანები, დაღუპულების ოჯახის წევრები და ასევე აქ იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, გმირების სახით გარდაცვლილებს ვერავინ დააბრუნებს, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დევნილებმა ახალ პირობებში ღირსეული ცხოვრება შეძლონ. სირცხვილია, რომ 21 საუკუნეში გვიწევს პირობითი ეგრეთ წოდებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს ცხოვრება, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. დღესვე კომენტარებს აკეთებენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები. ირაკლი ალასანიას განცხადებით 20 წელმაც კივილი არ გაანელა და ერთადერთი რაც ამ სიცარიელს შეავსებს იმედის რწმენაა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან გმირთა მემორიალზე სოხუმის 20 დაცემიდან 20 ლისთავთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკოსები, ასევე უბრალო ადამიანები იკრიბებიან. ძალიან მძიმე ხვედრი დევნილი მოსახლეობის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც იმისთვის, რომ მათ ღირსეული ცხოვრება შეეძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ღირსეული ინტეგრაცია მოახდინონ ახალ პირობებში. და მანამ გავაგრძელებთ დახმარებას და თანადგომას, სანამ არ დაუბრუნდებიან საკუთარ მიწა-წყალს, საკუთარ საქმეს და ღირსეულად არ გააგრძელებენ ცხოვრებას. და გაცნობთ, რომ არანაკლებ მძიმე ხვედრია აფხაზი მოსახლეობის, რომელიც დღეს ცხოვრობს სეპარატისტულად ხაზგამყოფ ტერიტორიის იქეთ. სირცხვილია, რომ 21 საუკუნეში ჩვენ გვიწევს პირობითი და მოგონილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარის ცხოვრება. სხვა ხელისუფლებებისგან განსხვავებით აბსოლუტურად გამორიცხული, რომ ჩვენ ვიფიქროთ რაიმე ტიპის აგრესიაზე. ის ზოგადობა რაც ჩვენ მოვახერხებთ ძალითვე კონდეს ალბათ რომ აღვადგინოთ. ჩვენ მხოლოდ ზმობით, მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა. ისტორიული გამოცდილება მრავალწლოვანი გვეუბნება იმას, რომ ჩვენ აუცილებლად ფეხზე დავდგები და ჩვენი ტერიტორიის სხეულს გავამთლიანებთ. ეს არის გარდაუვალი, მაგრამ ამას სჭირდება ბუნებრივია უდიდესი სიმტკიცე, რის მაგალითსაც აი ამ კედელზე ჩვენი გმირების გვარები კიდევ ერთხელ გვახსენებთ. მათ აქვს ბევრი სოციალური პრობლემები და მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ბევრი მათგანისთვის მომავალწილიდან იქნება სერიოზული დახმარება გაწეული. ეს საკმარისი არ არის, თქო, საკმარისი არ არის, მაგრამ მთავრობაც უწევს მაქსიმალურად, რომ არსებითად შეცვალოს მდგომარეობა, ვიდრე იყო ამ ხნის განმავლობაში. მე მინდა მაინც იყო ოპტიმისტური, მე ვფიქრობ, რომ ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ორივე მხარე მივხვდარიყავით თუ რა შეცდომა მოგვივიდა, თუ რა უბედურება დავმართეთ ჩვენს ერებს და ეხლა ვფიქრობ დგება დრო, როცა უკვე უნდა დავიწყოთ ერთმანეთის გულებისაკენ გზის გამონახვა და სიარული. ერთადერთი წამალი, შველა, რეცეპტი არის ისევ დიალოგი. როდესაც დიალოგი ჩვენსა და აფხაზებს შორის გაქრა, მაშინ გავარდა პირველი ტყვია. და სწორედ ამ დიალოგის დასაწყისი და მე დარწმუნებული ვარ, ეს დაიწყება დიდი ფართო დიალოგი 2014 წლიდან იქნება დასაწყისი